ესეთი მიდგომა იყო ძალიან პოპულარული, ადრე რომ ბევრი ცვლილება პროექტში არის ცუდად დაგეგმილი პროექტის შედეგი. და პროექტის მენეჯერის საქმიანობა შეიძლება პირდაპირ არ მაგრამ ხშირად ფასდებოდა ხოლმე იმით, რომ თუ გაუთავებელი ცვლილებაა პროექტში და მუდმივად იცვლება გეგმა დასახული რაღაცა ნაბიჯები, ესე იგი ცუდად მართავთ პროექტს და ცუდად დაგვიგეგმავს. რაც იდეაში იყო ეს მიდგომა და ნამდვილად ამას ესე გაფიოთ საზღვრავდნენ, მაგრამ დღეს და თანამედროვე ცხოვრებაში ვამბობთ, რომ მუდმივი არაფერი არ არის და ძალიან პირიქით, ძალიან ხშირად იცვლება და ერთ-ერთი უცვლელი არის, რომ ყველაფერი ცვალებადია და ყველაფერი ხშირად იცვლება. ეხლა ამ მოცემულობას რო შეხედავ, ცოტა არ იყოს თითქოს მე ბუნდოვანი ხდება, რომ აი რა, მაშინ რა აზრი აქვს გეგმას, ან რა აზრი აქვს საერთოდ განსაზღვრას წინასწარ რაღაცების, თუ მაინც ყველაფერმა შემეცვალოს, მოდი ვიყო დინებას. რაც ასევე არასწორია, ხო? ანუ ვამბობთ ესეთ რამეს, რომ ჩვენ ცვლილებებს უნდა შევხედოთ არა როგორც გამოწვევას და რაღაცა ცუდს და საშინელებას, არამედ როგორც შესაძლებლობებს, რომ იმაზე უკეთესი და იმაზე კარგი გავაკეთოთ, ვიდრე თავიდან ფიქრობდით და თავიდან იყო დაგეგმილი. და როგორც კი ამ განწყობით ვიქნებით, ხო, მე მაგალითად ყოველდღიური ესე თქვა ჩაკირიკიტება, რომ ესე გვინდა თუ ისე გვინდა და მოდი ესე არ გავაკეთოთ, ახალი დავამატოთ და იქნება ბარემ ესეც, აი ხშირად გავიგია ხოლმე ეს ფრაზა, რომ ბარემ ესეც გავაკეთოთ, ბარემ ესეც დავამატოთ, ბარემ ესეც. ამან პირიქით ხელი კი არ შეგვიშალოს, არამედ განწყობა იყოს, რომ გავიგე, რომ ეს შეიძლება ბარემ ესეც გინდოდეთ, პატარა ცოტათი დავფიქრდეთ და თუ მართლა საჭიროა და მნიშვნელოვანია დავამატოთ. კარგი რაც არის ის, რომ ეს თანამედროვე project management-ის აი ეს მეთოდოლოგიები რაც არის, აი ამ ცვლილების მართვასაც როგორ კონტექსტში აქვს, იცი რომ რაღაცა მცირე ვადაში და ეს მცირე ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა, 2 კვირა, აი ამ შიგნით აი ამ 2 კვირაში არ შევიტანოთ ცვლილება. აი ამას რომ მორჩებით და 2 კვირის თავზე რაღაც კონკრეტულ შედეგს დავდებთ, მე კი ბატონო თუ გინდა თავიდან გადავაფასოთ, რამის დამატება თუ გინდა დავამატოთ, არ შევიზღუდოთ კი ბატონო, ოღონდ აი ეს ცოტა პერიოდი გვაცალეთ ჩემო ბატონო, სანამ აი ამ დაკვეთას შევასრულებთ, სანამ აი ამ 2 კვირის კონკრეტულ შედეგს დავდებთ და აი ეს ბარემ ესეც, ხო ეს თავის ტერმინიც აქვს, ამას scope creep ქვია, რომ ტენიან აქეთ-იქიდან რაღაცა იმეებს, რა ქვია, ახალ ფიჩერებს, ახალ დაკვეთებს, ახალ რაღაცებს, მოაქვთ ისე, რომ თითქოს ხურდასავით მოყვება რა პროექტს რა და ვამბობთ, რომ ეს ხურდები და ეს ისინი, რა ქვია, scope creep, პატარ-პატარა რაღაცა ცვლილებები საბოლოო ჯამში იმდენ დროს და იმდენ რესურსს აკარგვინებს პროექტის გუნდს, мотиваციაზე რო აღარაფერი ვთქვათ, იმიტომ რომ წარმოიდგინე, როდესაც დღეში აი 1000-ნაირი რაღაცა შეიძლება დაგემატოს და ცვა იცვლებოდეს, ეს мотиваციასაც ძალიან უტყამს. ამიტომ არის რომ რაღაცა შეთანხმებასავით იდება რა, რომ ცვლილებები ვიცით რომ იქნება პროექტში, ამას არ უარყოფთ, პირიქით მივესალმებით, ოღონდ შეთანხმებული წესებით ვიმუშაოთ. რაც არ უნდა მოგივიდეს ჩემო ძვირფასო დამკვეთო, ვინც ახარ მონაწილე პროექტის, ხო? არ დაიხიო უკან, მოიტანეთ ჩვენთან ეს ცვლილებები, აუცილებლად განვიხილოთ ერთად, მოვიფიქროთ როგორ შეიძლება გავაკეთოთ, ოღონდ რაღაც წესებზე შევთანხმდეთ და ესე ქაოსურად კი არ მოხვიდეთ ხოლმე და ქაოსურად კი არ გვესროლოთ ეს ცვლილებები, არამედ რაღაცნაირად წესებით მართოთ ეს ამბავი. თან არც თუ ისე ბიუროკრატიული წესებით, საკმაოდ ესეთი ჯანსაღი ურთიერთობით შეგვიძლია ეს ავაწყოთ და შეთანხმებულ ვადაში არ შეგვაწუხოთ, იმ ვადის გასვლის მერე კი ბატონო განვიხილოთ, ხო? მოკლედ ცვლილებები არის თვითონ პროექტის მთლიანი პროექტის ცვლილებაა, ხო, რაღაც გარემოსაცვლის და ყველაფერს რა მაგისთვის კეთდება პროექტი და მithumetes შიგნით ბევრი ცვლილებას ვერ გავექცევით, თავარია ვიცოდეთ როგორ მართოთ ეს ამბავი.